Ამ წუთებში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პრესკონფერენცია იწყება. ჟურნალისტებს მინისტრი დავით ნარმანია და მისი მოადგილე შოთა მურღულია შეხვდებიან. ანონსის მიხედვით სამინისტროს პირველი პირები განათებების დასამონტაჟებლად ჩატარებული ტენდერების დროს დაშვებულ დარღვევებზე ისაუბრებენ. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვხვდებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ჩვენ შეიძლება თვალყური მიადევნოთ მინისტრის პრესკონფერენციას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ ვაგრძელებთ მიმდინარე აქტიურ სამუშაოებს, როგორც რამდენჯერმე შევხვდით ბოლო პერიოდის განმავლობაში. დღევანდელი შეხვედრაც უკავშირდება ჩვენი აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებს, რომელიც ჩვენი აზრით შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადაეგზავნოს. კონკრეტულად დღევანდელი შემთხვევა ეხება გარეგანათების მოწყობის და ორგანიზების საკითხებს, იქ ჩატარებულ ტენდერებს, საიდან გამომდინარეც ერთ შემთხვევაში გამოვლინდა არარეალურად მაღალი ფასით გარეგანათების მოწყობილობების შესყიდვა მონტაჟი, ხოლო მეორე შემთხვევაში ადგილი გვაქვს სატენდერო პირობების დარღვევასთან, როდესაც სატენდერო პირობები შესაძლოა მორგებული ყოფილიყო კონკრეტული კომპანიების ინტერესებს. თქვენ მოგეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილის მიერ, რომელსაც მე სიტყვას გადავცემ, თან გაქვთ შესაბამისი დასურათებული მასალები, რომელიც მოგეხმარებათ იმაში, რომ უფრო მარტივად და უკეთ მივაწოდოთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია, სხვა დანარჩენ საგამოძიებო ორგანოები გამოავლენენ და დაადგენენ. მოგესალმებით, მე განვავცობ უკვე თემას, უფრო დეტალებში შევალ. ანუ ჩვენ გვინდა რომ სამ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბროთ, ოღონდ სამივეს აერთიანებს ეს გარეგანათებასთან დაკავშირებული თემაა. პირველი არის ეს თელავის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული, ანუ თელავის გარეგანათების მოწყობასთან დაკავშირებული. ჩვენ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია ამოვიღეთ და ვნახეთ, რომ თქვენ დაგირიგდათ ეს თუ რა ბოძები იქნა დამონტაჟებული და არარეალურად მაღალი ფასებია ჩადებული, 6500 ლარი არის ჩადებული და შესაბამისად სახელმწიფომაც გადაიხადა. ეს არის ერთსანათიან ბოძზე, რომლის ღირებულება ჩვენ ვეცადეთ რომ გაგვერკვია სხვადასხვა კომპანიის და ამის ნახევარიც არ ჯდება. ეხლა ეს ვისი დარღვევაა? აქ ტენდერი იყო ჩატარებული, სადაც მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ეხლა ეს საპროექტოს მიერ არის დაშვებული თუ კომპანიაზე იყო მორგებული, ეს უკვე შემდეგი შესწავლის საკითხი არის, თუმცა ესეთი ბოძები დამონტაჟებული იქნა 171 ცალი ერთსანათიანი, რომელშიც 6515 ლარი იქნა გადახდილი და 59 ცალი ორსანათიანი, რომელშიც ანალოგიური ფაზი იქნა გადახდილი. უნდა ვთქვათ, რომ ერთი მონაწილე იყო ამ ტენდერში, მას დაედო ვადა, რომ უნდა განეხორციელებინა ყოველივე ეს კონკრეტულ ადამიანზე, თუმცა ის ვადაც გაუგრძელეს შემდეგ შესასრულებლად, ამიტომ ეს იმდენად არარეალური ფასებია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ეს საჭიროებს დამატებით შესწავლას. მეორე კომპონენტი უკავშირდება უკვე ავტობანებთან დაკავშირებულ განათების საკითხებს. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ჩვენმა საქვეუწყებო ორგანიზაციამ საგზაო დეპარტამენტმა, სადაც ისევე როგორც მათთან ჩვენთან შემოვიდა წერილი ერთ-ერთი მშენებლის, რომელიც მონაწილეობდა ამ ტენდერში და ის აღნიშნავს, რომ თვითონ წინადადება იყო ისე შედგენილი, რაც მე ჩვენ შევისწავლეთ, რა თქმა უნდა, რომ მორგებული შეიძლება ყოფილიყო ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. საუბარი არის 53 კილომეტრიდან 80 კილომეტრის ჩათვლით, ანუ 80 კილომეტრის ჩათვლით ავტობანის განათებასთან და იქ სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით გამარჯვებული იქნა Energy Invest Group-ი, ეს 2010 წელს მოხდა. ეს მონაწილეობდა აქ 6 კომპანია, ყველაზე მაღალი ფასი ვისაც ჰქონდა წარმოდგენილი ამ კომპანიამ გაიმარჯვა და ჩვენ გავიარეთ ეს ყველაფერი და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თვითონ სატენდერო ესე იგი საპროექტო მონაცემები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. აქ არსებობს სხვადასხვა დასკვნები, მათ შორის წერილობით არის შემოსული ერთ-ერთი მშენებელი 21 პლუსის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მან გაიმარჯვა ფასით დაახლოებით 900,000 ლარით ნაკლები მაჩვენებელი დადო, თუმცა მას რამოდენიმე დღის შემდეგ მოთხოვეს, რომ წარმოედგინა
ამ სანათის ნიმუში და მან რა თქმა უნდა ვერ მოახდინა ორ დღეში ამის წარმოდგენა, იმიტომ რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰქონდა და ამის იმპორტი უნდა მოიხდინა. ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს შესაბამისი დამსახურების მიერ, იმიტომ რომ ჩვენ ამოწიეთ როგორც ატენდერო მონაცემები, ასევე ყველა ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებული იყო ამ პროექტის შესრულებასთან, ასევე გინდება ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ სამუშაოები იყო უხარისხოდ შესრულებული, თუმცა თანხა სრულად იქნა გადარიცხული და იმ დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად ცალკე ხელშეკრულება იყო გაფორმებული და ცალკე იყო სახელმწიფოს მიერ თანხა გადახდილი. კიდევ გარეგანათებასთან დაკავშირებით ეს არის უკვე მიმდინარე პროექტი, ესაა სვენეთი-რუისის მონაკვეთზე გარეგანათებასთან დაკავშირებული საკითხები, აქაც იგივე საპროექტო მოახდინა დაპროექტება, ზუსტად იდენტური მონაცემები იქნა, ამიტომ ჩვენ და მოხდა ერთმა კომპანიამ მიიღო უკვე მონაწილეობა, შესაბამისად ეს აქ წარმოდგენილი იქნა კიდე რამოდენიმე პიროვნება მოგმართა ჩვენ და ზეპირად განაცხადა რომ მათ აუკრძალეს ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია რომ უნდა მოხდეს ამ საკითხების ყველაფრის ერთად განხილვა ჩვენ შევისწავლეთ საპროექტო წინადადებას რაც იყო განაცხადი და იქ ძალიან პირდაპირ არის მითითებული თუ რომელი ფირმის ნატურები თუ სანათები უნდა იყოს დამონტაჟებული იქ წერია რომ ანალოგი მაგრამ მსგავსი მითითება ჩვენი აზრით არის დარღვევა და ის კონკურენციის და შეჯიბრითობის პრინციპს ну რა თქმა უნდა ვერ აკმაყოფილებს ну გამარჯვებული ამ შემთხვევაში არის ერთი მონაწილე იყო და გამარჯვებული შესაბამისად არის ჟპს ვიალუქსი შესაბამისად ეს ყველა საკითხები ამ განათებებთან დაკავშირებით როგორც თელავის ასევე ავტობანის ერთი მონაკვეთის განათება და ასევე ავტობანის მეორე მონაკვეთის განათება გადაგზავნილი იქნება შესაბამისად საგამოძიებრო სტრუქტურებში და ისინი დაადგენენ უკვე არსებობდა თუ არა აქ რაიმე ტიპის გარიგება იყო თუ არა მორგებული საპროექტო წინადადება კონკრეტულ ფირმას და შემდეგ იმარჯვებდა ეს ფირმა ჩვენ ნახეთ რომ რეალურად ყველაზე ძვირად წარმოდგენილმა კომპანიებმა გაიმარჯვენ იქ შემთხვევაში თელავთან დაკავშირებით არარეალურად მაღალი არის იმ სანათების ღირებულება რაც შეძენილი იქნა იმიტომ რომ ეს 6515 ლარი ერთი სანათი თელავში DGG-ს გარეშე ანუ ესაა წარმოუდგენლად მაღალი ფასი და ასეთი 200-ზე მეტი იქნა ჯამში დამონტაჟებული დიდი მადლობა ეს იყო პირდაპირ ჩართვა ინფრასტრუქტურის სამინისტროდან